რეკორდული რაოდენობის თითქმის 6700 სამხედრო, 98 ავიაგამანადგურებელი, 31 ვერტმფრენი და 315 ერთეული ტექნიკა. ტრადიციული მარშრუტი ტრიუმფალური თაღიდან კონკორდის მოედნამდე საფრანგეთმა ეროვნული დღესასწაული ბასტილიის დღე ტრადიციულად პომპეზურად აღნიშნა, რითაც მორიგჯერზე მკაფიოდ გამოავლინა საკუთარი სამხედრო ძალა და მოკავშირეებთან ერთიანობა. საზეიმო აღლუმში ფრანგი ჯარისკაცების გარდა მონაწილეობა მიიღეს მოკავშირე სახელმწიფოების სამხედრო დანაყოფებმა, ქვეითი ბრიგადის წარმომადგენლებმა, მათ შორის სიმბოლურად 25 მათგანმა ომში მყოფი უკრაინიდან. თავთავითი შეერებული ძალების მარშირებას პარიზის ცენტრალურ მოედანზე მოწყობილი ტრიბუნებიდან თვალს ადევდნენ საფრანგეთის პარტნიორი სახელმწიფოების, ასევე ნატოსა და ევროკავშირის ლიდერები, მათ შორის საპატიო სტუმრის სტატუსით უკრაინის პრეზიდენტი და ქვეყნის პირველი ლედი. მთავრობათა მეთაურების დიდი ნაწილი პარიზში 13 ივლისს მსურველთა კოალიციის შეხვედრაზე ჩავიდა. პრეზიდენტის რანგში ემანუელ მაკრონისთვის ბოლო სამხედრო აღლუმი უნდა ყოფილიყო ნათელი დემონსტრირება იმისა, რა და როგორ შეიცვალა საფრანგეთის თავდაცვის უნარიანობის თვალსაზრისით მისი ლიდერობისას. ასევე რამდენად ერთიანი და მძლავრია ევროპა მტრული ძალების წინაშე, მით უმეტეს მასში, როცა ნატოს სამიძე გაიცა დაპირება, რომ კონტინენტის შეერთებულ შტატებზე დამოკიდებულებას მნიშვნელოვნად შეამცირებდა. ერთი დღით ადრე 13 ივლისს საფრანგეთის შეერებული ძალებისადმი მიმართვისას ემანუელ მაკრონმა გაიხსენა 9 წლიწნიანდელი დაპირება თავდაცვის სფეროში გარდამტეხი ცვლილებების შესახებ იმ დროს, როცა არც მოსახლეობას და არც ბევრ ჯარისკაცს არ ჰქონდა უკეთესი მდგომარეობის იმედი. მისი თქმით, სისრულეში შემოყვანილი 2017 წელს გაკეთებული განცხადება, როცა საზოგადოებამ მას პრეზიდენტის მანდატი მიანიჭა, რომლის მიხედვით საფრანგეთის თავდაცვის ბიუჯეტი მნიშვნელოვნად გაიზრდებოდა. აღებული ვალდებულებები შესრულდებოდა, ხოლო შეერების ხარჯები ქვეყნის მთლიანი შიდა პროდუქტის 2%-ს მიაღწევდა. გზავნილი, რომელსაც ჩვენ მსოფლიოს ვუგზავნით, შემდეგია. დიახ, მშვიდობა ჩვენი მიზანია. დიახ, ჩვენ ვაფასებთ თავისუფლებასა და უფლებებს და დიახ, ჩვენ მზად ვართ ვიბრძოლოთ მათ დასაცავად. აუცილებლობის შემთხვევაში სისხლის ფასადაც კი. საფრანგეთი საიმედო და სტაბილური პარტნიორია, რომელიც საკუთარ ვალდებულებებს ასრულებს და თანმიმდევრულ პოზიციებს ინარჩუნებს. არამეომარ მხარედ რჩება იმ კონფლიქტებში, რომლებიც თავად არ აურჩევია. ეს არის საერთაშორისო სამართლის თავისუფლებისა და მათ შორის ნაოსნობის თავისუფლების პატივისცემის პოზიცია. სწორედ ამ თავისუფლების დაცვას აპირებს საფრანგეთი ჰორმუზის სრუტეში. ევროპა ძალად ყალიბდება. ძალად, რომელიც მის შემადგენელ სახელმწიფოებს ეყრდნობა. პატივისცემს მათ სუვერენულ გადაწყვეტილებებს, მაგრამ ამავე დროს საკუთარ თავზე იღებს პასუხისმგებლობას, დაიცვას საკუთარი თავი და იმოქმედოს როგორც ერთიანმა ძალამ. ეს იქნება ევროპა, რომელიც აღარ იქნება ნაციონალიზმის ტყვე, იმ ნაციონალიზმის, რომელმაც ის დიდი ხნის განმავლობაში დაასუსტა. პირიქით, მისი წევრი სახელმწიფოების პატრიოტიზმის გაერთიანებითა და ერთიანად მოქმედებით, ჩვენ ყველანი უფრო ძლიერები ვხდებით. mais qui en conjuguant les patriotismes de leurs membres. საფრანგეთის ლიდერის თქმით, გეოპოლიტიკური მდგომარეობას და პარიზის ამჟამინდელი შესაძლებლობებით იძლევა უფრო სწრაფი და გადამწყვეტი მოქმედებების საშუალებას და იმ გეგმის დროზე ადრე შესრულებას, რომელიც 2030 წლისთვისაა დასახული, ანუ ქვეყნის შეერებული ძალების ბიუჯეტის გაზრდა 64 მილიარდ ევრომდე, რაც მარტივი სიტყვებით 10 წელიწადში თანხების გაორმაგებას ნიშნავს. გარდა საზეიმო ღონისძიებებისა, 14 ივლისი საფრანგეთისთვის გლოვის დღეც არის. 10 წლის წინ ქალაქ ნიცაში ბასტილიის დღის აღნიშვნისას სატვირთო მანქანის მძღოლი ხალხის ნაკადში შევარდა, რის შედეგადაც 86 ადამიანი დაიღუპა, 400-ზე მეტი ადამიანი კი დაშავდა. მომხდარი ტერორისტულ აქტად არის შეფასებული.